განსაკუთრებული გამხნევება მაყურებლისგან და ჩემგანაც ახლა ნოდიკოს სჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი შემდეგი წყვილი სწორედ ნოდიკოს გუნდიდან ემზადება რინგზე ასასვლელად. შემდეგი წყვილი. მარიამ ასანაშვილი. ოდი მარიამ. მარიამი ბრმა კასტინგზე ნინი ბადურაშვილის სიმღერით მოვიდა. ნოდიკო ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელიც მას შემოუბრუნდა. და შენი მეწყვილი იქნება სალომე დოლიძე. გამოცდილი მუსიკოსი სალომე დოლიძე ვოისში თავდაჯერებული მოვიდა. ბრმა კასტინგზე მან ადვილად შეძლო ჩვენი მწვრთნელების ყურადღების მიპყრობა. სალომემ ქეთა და ნოდიკო ააცეკვა. როგორც ჩანს, სალომე ნოდიკოს მოძრაობებით უფრო მოიხიბლა, რადგან სწორედ ის აირჩია მწვრთნელად. ძალიან ლამაზი სიმღერა უნდა იმღეროთ, კარგი სიმღერა უნდა იმღეროთ და მგონია, რომ სუსტად თქვენს ხმებზეა ეს სიმღერა მორგებული. ეს არის ალიშა კისის If I Got You. ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევანით, ნოდიკოს არჩევანით, იმიტომ რომ მიყვარს ეს შემსრულებელი, მიყვარს თითქმის ყველა სიმღერა, რასაც ალიშა მღერის. ეს სიმღერაც შესაბამისად არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა და ვფიქრობ ძალიან გამემართლა. სალომე რომ გამოცდილია, მე დისკომფორტს არ მიქმნის არანაირად. ჩემთვის არის ცოტა რთული, რადგან კამერებთანაც არასდროს არ მიმუშავია და ცოტა თრგუნავდა თავიდან უფრო, ახლა ნელ-ნელა მივეჩვია. მარიამ, როცა გისმენ სიმღერის პროცესში, მგონია, რომ არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ. მგონია, რომ ფიქრობ, რომ არ გამოგივა ეს ყველაფერი. მგონია, რომ ცოტა გერიდება. გესმის, ანუ მგონია, რომ რაღაცა კომპლექსი გაქვს და მე მინდა, რომ ეს ყველაფერი დავუძლიოთ. მარიამი ალბათ არის ერთ-ერთი ის მომღერალი, რომელმაც მეც და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, გვაჩვენა თუ როგორ შეიძლება განვითარდე ბრმა კასტინგიდან რინგამდე. ის რომ გვერდით გიდგას ძალიან ძლიერი მომღერალი, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა დაზოგო ძალღონი იმისთვის, რომ გაუწიო სათანადო პარტნიორობა. მე მჯერა შენ და მინდა რომ ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან დიდი მადლობა. ძალებისთვის უბრალოდ არ გრძნობ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა, რადგან დავიწყდი ჩემ შესაძლებლობებში ბლაინდის ნახვის შემდეგ, რადგან აი ესეთი რეაქცია მქონდა, უი, თურმე რა კარგად ვღერი. მაშასე ორი არაჩვეულებრივი გოგო ემზადება რინგზე ასასვლელად, ასევე არაჩვეულებრივი მომღერლის სიმღერით წარსდგებიან ისინი მაყურებლის წინაშე. ალიშა კისის სიმღერით If I Ain't Got You. მაშასე გთხოვთ მიესალმოთ. სცენასა და სიმღერაზე შეყვარებული სალომე დოლიძე და მის წინააღმდეგ ყველაზე კბილხმოვანი მარიამ ასანაშვილი. რინგი იწყება. Some people live for the fortune. Some people live just for the fame. Some people live for the power. Some people live just play the games. Some people think that the physical things divine what's within. And I believe that before their lives are born, so full of the superficial. Some people want it all, but I don't want nothing at all. Feeling you, baby.
people think that the physical things divine once within, and I've been there before. Their lives are more so full of the superficial. Some people want it all, but I don't want nothing at all. Afraid I love you, baby. If I got you, baby. Some people down the rings, some just want everything, but everything means nothing. Flying out of you. Some people want it all, but I don't want nothing at all. Feeling you, baby. If I got you. Bravo! საომე მარიამ გილოცავთ. ძალიან წვრილი გამოსვლა იყო, მე მგონი მწვრთნელების დამეთანხმებიან. გასურჩევ ნოდიკოს, ნუცა. ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მივიღე აი მუსიკალური სიამოვნება. ძალიან დიდი მადლობა შენი დამსახურება ეს რომ აი ესეთი მშვენიერი სიმღერა აიღეს, გემრიელად გააკეთეს. ძალიან რთული გადასაწყვეტია, იმიტომ რომ მარიამი არის აბსოლუტურად სტაბილური, როგორც ახლა მე და ანდრიმ გადავილაპარაკეთ და მჭექარეხმით და სალომე არის, ნუ ესე იგი ბარი ვაიტის ნათესავი, სტერეო საუნდის რაღაც მქონე, აი რაღაც. ჩემთან ახლოს დღეს მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ხარ მარიამ, აი ძალიან მაგარი ვოკალისტი ხარ. ხმარო გაშალე იყო სასწაული. სალომე არის ჩემთან ახლოს. აბსოლუტურად. ნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა ნოდიკო დღეს ამ რჩევას. თუმცა დღეს მაინც ამ ორიდან ერთი უნდა გახდეს რინგის გამარჯვებული, ეს გადაწყვეტილება შენი მისაღებია ნოდიკო. ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო, რომელიც ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ძალიან მიყვარს და მე უბრალოდ მარიამს მინდა უთხრა, რომ აბსოლუტურად სხვა იყო మా კასტინგზე და დღეს მარიამი არის აბსოლუტურად სხვა და მე გილოცავ, რომ შეძელი ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ დღეს შენ ყოფილიყავი სათანადო კონკურენტი სალომესთვის და მართლა გულსხმობ მიხარი. მოკლე დროში გაიზარდა. ძალიან პროგრესი გაიზარდა. გაჩვენა. აბსოლუტურად გაიხსნა, რაღაც კომპლექსები მოიშორა და დღეს სცენაზე იდგა და მღეროდა ძალიან თავისუფლად, ძალიან მყარად. გილოცავ გულსხმობად. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აძლევ მარიამს შანსს. შანსი ამ შემთხვევაში აქვს ორივე, იმიტომ რომ ორივეს, იმიტომ რომ მე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია და ეხლა წელავ ეს ამ გადაწყვეტილების მიღება. სალომეს რაც შეეხება, სალომე არის თვითმყოფადი პროფესიონალი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა იმღეროს, როგორ უნდა იმღეროს, რა უნდა ქნას იმისთვის, რომ მონუსხოს მაყურებლის გული და მათ შორის ჩემის და ამ შემთხვევაში ორივეს გეკუთვნით ჩემი გული. უბრალოდ მარიამ მე მგონია რომ შენთვის ეს უკვე ესეთი გარკვეული გამოცდილებაა, რაც შემდგომისთვის გამოგადგება, იმიტომ რომ მე შენ ხედავ სცენაზე აუცილებლად. მაგრამ დღეს პროექტში რჩება სალომე. სალომე გილოცავ. შერჩები პროექტში, შენ რინგის გამარჯვებული ხარ. გილოცავ. მარიამ, მე მესმის რომ ემოციურია ეს ყველაფერი, მაგრამ დამიბრუნდი. ჩემთან საქმე მაქვს მოდი კაცო, სადმე. მაშასე ჩვენ გავაცილეთ სალომე, ის რინგის გამარჯვებულია, მაგრამ პროექტის წესების თანახმად ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება რომ დავტოვოთ მარიამი პროექტში და მან გააგრძელოს რომელიმე სხვა, თქვათ, მწვრთნელის შემადგენლობაში თუნდაც პროექტში ყოფნა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში ანრი. უბრალოდ ეკა თუ შეიძლება ბოდიშს ვიხდი, მინდა რომ დავამატო ერთი რაღაცა, რაც შეეხება მომღერლების მოტაცებას.
ნამდვილად არ გახვევ თავზე, იმიტომ რომ წეღან გითხარი კიდეს თავი მეგონა რაღაცა მონსტრი ვიჯექი და არ ვაჭერდი ღილაკს, იმიტომ რომ არ არის ეს ძალიან რთულია მიიღო ესეთ დროს გადაწყვეტილება. ხო, აბსოლუტურად. მინდა დამწეს საზოგადოებასაც, ტელემაყურებელს განვუმარტო, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის არის იმაზე რთული, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ძალიან აბსოლუტურად. რაღაცა თუ გინდათ გამკიცხეთ, მაგრამ მაშინ გავამხრევოთ ჩვენი გაგვიგეთ, იმიტომ რომ წვრთნელები. დართული ანრი, როგორ ჩათვლი საჭიროთ, ფანტასტიკური გოგოა. შენ როგორ ჩათვლი საჭიროთ? არ ვიცი ანდრი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა რა თქმა უნდა ნოდიკოს რჩევაა რომ არ გაუშვას ძალიან მარიამი. კარგი გოგოა და იმით დანარჩენი უნდა გადაწვოს ანრი. ანდრი, შენ ალბათ ჭირდება მოსაფიქრებელი დრო, რომელიც ვოიში 1 წუთია. და მოდი დროის ათვლა დავიწყოთ. მაშასე 1 წუთი წავიდა. მაგრამ იმედი რომ არ მიწყენ ამ გადაწყვეტილებას, შენ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და მე ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ. სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ძალიან საყვარელი გოგო, აი გისდები შენ სიმშვიდეზე და შენს რაღაცა ხიმილზე, იმიტომ რომ ესე ბევრი არ შვება აქ და იმიტომ სამწუხაროდ დრო გავიდა. მარიამის გზა ძალიან დიდი მოჭდა ხან მადლობა. მოკლევოიში. დიდი მადლობა იმედს და ნოდიკოს ესეთი საყვარელი და კარგი რა. დიდი მე მადლობა. არა, მადლობა შენ. დიდი მადლობა შენ რომ მიიღე მონაწილეობა ჩვენ შოუში და რომ მოხვედი მოიში. შენ კიდე შევხვდებით ფერჯერ და შენ იდგები სცენაზე მე ხო, პირობას. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი მონაწილე და გავამხრევოთ მარიამი. ძალიან იჭერი გოგოა და მე უბრალოდ ვარ გაუგნებული და გაოცებული რომ აი ბრმა კასტინგიდან დღემდე ამ რაღაცა ერთ თვეში მართლა ძალიან გაზრდილია. მე რომ მარიამი მახსოვს და დღეოს მის ნამღერს რომ მოусმენე, აბსოლუტურად ვერ შევადარებ ერთმანეთს. და მინდა მიულოცო მას ის რომ ის არის შრომის მოყვარე და ის თავისი შრომის მოყვარეობით, თავისი ნიჭიერებით ვიცი რომ ძალიან ბევრს მეაღწევს. და სალომეს კიდე უსურვებ წარმატებას ვოიში. ალბათ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზნით, რომ სალომე უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია და მე ვიცი. მე ცოტა დასახვეწი მაქვს რაღაცები, რასაც აუცილებლად მივხედავ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგად გამოსულიყავი. დუეტი შედგა. და ესეც გვინდოდა პრინციპში, ან ჩვენ არ ვაპირებთ ერთმანეთთან ჩხუბს. გვინდოდა ერთად გვემღერა და ეს ყოფილიყო დუეტი და ჩემი აზრით მოვახერხეთ ორივე.